თუ მაგალითად არის იქ პრობლემები სხვადასხვა შეზღუდვასთან, ხო, რაც გითხრათ, ან ფინანსური, ან კარიერული, ან პარტნიორული ურთიერთობისთვის, ხო? ესე იგი, სადღაც ჩვენში დევს არასწორი დაუბალანსებელი სატურნი. და რას ნიშნავს კიდევ უფრო რომ ჩაგეშალოს დაუბალანსებელი სატურნი, ხო? სატურნს არ უყვარს ზოგადად გამოცდილების გარეშე ეგოს გამომშავება. აი ხა გიხსნით აქ რაში არის საქმე. ესე იგი, ეს სატურნი რო ავიღოთ, ესე იგი, ვართ ჩვენ განვითარების მაგალითად აი ამ საფეხურზე, ხო? აი აქ. და სხვადასხვა სფეროებში ხა ყველგან ჩვენ ვერ ხვდებით, მაგრამ დაზიანებული, დაკვადრატებული სატურნი არის აი აქ. ოღონდ სინამდვილეში არის აქ. და თამაშობს ამ როლს. ეს უკვე იერარქიის დარღვევა არის სადღაც. ან ზედმეტი ეგოს გამო აი აქ იყოს. ის მე თუ მკითხავთ უფრო ურანს ახასიათებს, დაზიანებული ურანი წევს უფრო დაბლა თავს ვიდრე ზევით, აქ სატურნს უფრო ახასიათებს მაღლა თავის აწევა, მაგრამ მოდი ავიღოთ ესე, რომ აი სატურნის ზონაში, ოღონდ აი კარმულად თვარე სატურნის კვადრატი რას ნიშნავს, რომ მე ოჯახში დედასთან ან ოჯახის წევრებთან მე უფრო დიდი ვარ გამოცდილებით და ისინი ჩემთვის როგორც ბავშვები ისე არიან. იმიტომ რომ სადღაც კარმული გამოცდილება მაქვს უკვე, რომ ეს მე რაც გავიარე, ამ ჩემ მშობლებს გასავლელი აქვთ. შესაბამისად, მე ვარ ამათი დედა ან მამა, ხო? ეს არის ძალიან მარტივად რო გითხრით. მაგრამ აქ კი არა ვარ, აქა ვარ, მაგრამ სინამდვილეში კარმული გაკვეთილი რა არის? აი ამ ბავშვებთან მაგალითად, ხო, აბა როგორ ვიქნები მე კარმული გამოცდილებით მოვხვდე ისეთ ადგილას, სადაც კი მესმის რომ უფრო მეტი აქვთ მათ განვითარება, ანუ ასაკით მეტი არიან, მაგრამ კარმული გამოცდილებით არ არიან მეტი და მოდი მაინც მათ ავკიდო პასუხისგებლობა. ვიცი რომ ვერ შეასრულებენ, მაგრამ მოვთხოვო შინაგან. მე არ ავიღო მეტი. აი ეს და სატურნს რომ მე თუ ჩამოვდივარ ქვევით და რაღაცა მაქვს სასწაული, ხო, მოვიქცე რეალურად მოსწავლის რანგში, მენტალურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად. აი ეს იქნება სატურნის გამოცდა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ახლა წარმოგიდგენთ როგორი რთული არის, რომ მე თუ პროფესორი მგონია ჩემი თავი რაღაცაში. მე უნდა გავხდე პირველ კლასელი სიტყვაზე. და ამ პირველ კლასში შეიძლება ისეთ რაღაცები ვისწავლო, რაღაცები შეიძლება იდეაში ვიცოდე, ან რაღაცებში შეიძლება დროის კარგვის განცდა მქონდეს, რომ ხა ეს ლექტორი მე მაკარგვინებს დროს, იმიტომ რომ დავჯე უფრო მალე ვისწავლით ის სიტყვაზე. ან საკვარის უნარები აქვს. ანუ შეერთებას გულისხმობ აქ და არა კვადრატურას, აი მზე სატურნის შეერთება რო ავიღოთ, ხო, მაგალითად.